რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლა გრძელდება. ცოტა ხნის წინ აქციას სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები და სტუდენტები შეუერთდნენ. რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მოეწყო მრავალფეროვნების მარში, ასევე პედაგოგების მსვლელობა განათლების სამინისტროდან. მოთხოვნა უცვლელია დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრაციების დროს დაკავებული მოქალაქეები. ნათია კენკაძეს ვრთავთ რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში. ნათია, რა ვითარებაა პარლამენტთან? პარლამენტთან ამ დროისთვის არის 7 ვითარება, 21 დღე არის პროტესტის, 3 კვირა შესრულდა, რაც მოქალაქეები გამოდიან ქალაქის მთავარ გამზირზე და აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. როგორც ცნობილია, მოთხოვნებში არის ყველა იმ პირის უპირობო გათავისუფლება, ვინც ამ პროტესტის ფარგლებში იქნა დაკავებული და როგორც ცნობილია, 400-ზე მეტი ადამიანია 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული და მათგან ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე და ფიზიკურ ზეწოლაზე სამართალდამცავების მხრიდან და 100-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და შესაბამისად მოთხოვნებში ასევე გაჩნდა იმ სამართალდამცავების დასჯის მოთხოვნა, რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ მომიტინგებზე, როგორც დაკავების დროს, ასევე შემდგომ და ასევე როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ძირითადად თავმოყრილი არიან უშუალოდ პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს შედარებით მცირეა მომიტინგეთა რაოდენობა, ალბათ ამინდის გამო, საკმაოდ ცივი და ქარიანი ამინდია დედაქალაქში. აი ახლა ალბათ კადრში ხედავთ, აქ ჩამოსულია თამაზ გინტურის ძმა, თამაზ გინტურის, რომელიც სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 1 წლის წინ მოკლეს. ჩამოტანილი აქვს ვაშლი, რომელსაც ურიგებს მომიტინგეებს და აქციის მონაწილეებისთვის ეს არის საკმაოდ ემოციური ჟესტი. ისინი მოდიან და მადლობას ეუბნებიან ამ პროტესტის მხარდაჭერისთვის გინტურს, რომელიც მას შემდეგ რაც გზა გადაიკეტა, განთავსებული არის აქ და უმასპინძლდება აქციის მონაწილეებს. დაახლოებით 1 საათის წინ გადაიკეტა ეს ტერიტორია და როგორც გითხარით, ჯერჯერობით თბილისი მარიოტამდე დგას მომიტინგეთა ნაკადი, რამდენადაც მე ვხედავ, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეიცვალა ზოგადად აქციის დროც. საწყის დღეებში 7 საათზე უკვე გამზირი იკეტებოდა, ახლა დაახლოებით 9-დან 11 საათამდე აღწევს მაქსიმალურ რაოდენობას მომიტინგეთა რიცხვი და ამ დროისთვის ისევ უერთდებიან აქციის მონაწილეები ამ პროტესტს, თუმცა როგორც აღნიშნეთ, მსვლელობები უკვე მოვიდნენ და შემოუერთდნენ პროტესტს. ეს მსვლელობებიც განუყოფელ ნაწილად იქცა ამ პროტესტის მარშების სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა პროფესიის თუ იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების, რომლებსაც სურთ, რომ ამით აჩვენონ ხელისუფლებას, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები იზიარებენ ამ პროტესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც მის ფარგლებში ჟღერდება. ფორმა არის ისევ უცვლელი, აქ არ არის სიტყვით გამოსვლები და პოლიტიკოსებიც არიან რიგითი მომიტინგეების სტატუსით. ძირითადად ბანერებით გამოხატავენ მოთხოვნებს აქციის მონაწილეები. როგორც გითხარით, ვითარება 7-ია. სამართალდამცავების კორდონი ისევე როგორც ბოლო დღეების განმავლობაში ისევ არ არის. ვთხოვ ახლა ოპერატორს, რომ გაჩვენოთ რა ვითარება ჭიჭინაძის ქუჩაზე, რომელიც პროტესტის პირველ დღეებში ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო დაძაბულობის, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ აქ და 9 აპრილის ქუჩაზე იყო განთავსებული სამართალდამცველთა კორდონი და სპეცრაზმის მიერ პოლიციელების ჩანაცვლება იწვევდა ხოლმე მომიტინგეების გაღიზიანებას. ახლა აქ სპეცრაზმელები უკვე რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა. საპატრულო პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად მორიგეობს. აქ ასევე მობილიზებული არის სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ამ დროისთვის მომიტინგეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სრულიად მშვიდად გამოხატონ საკუთარი პროტესტი. მადლობა ნათია. ნათია კენკაძე გვერდებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში.